ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ხარვეზი რაში ვლინდება? სულ მგონია, ზოგადად ვამბობ, აი ადამიანი ვარ, სულ მგონია, რომ ხვალდაზე აი ეგრე უნდა იყოს და ღმერთმა ასე უნდა იმოქმედოს და რატომღაც ხდება სუპირიქით. ანუ მე ვთვლი, რომ ხვალე უნდა იყოს ასე და ღმერთმა უნდა იმოქმედოს ამგვარად. და რატომღაც არ ხდება ასე და ღმერთი მოქმედებს საერთოდ სხვაგვარად. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ღმერთი ჩვენ ჭკუაზე არ დადის და ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ ხვალე ღმერთმა როგორ უნდა იმოქმედოს და ჩემ ცხოვრებაში რაღაცა მოვლენები როგორ უნდა წარიმართოს. ამიტომ ადამიანს რა ემართება ასე დროს? ადამიანი იწყებს ნერვიულობას და ადამიანი რა თქმა უნდა დეპრესიაში ვარდება. იმიტომ რომ დავგეგმე და სხვანაირად გამოვიდა. ადამიანი იწყებს ნერვიულობას და ფალი რას მეუნება? აი აქაც სახარების მიხედვით ცხოვრება. სახარება თუ ვიცი, იმ წამსვე გამახსენდება. ნუ ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე, იქ სიტყვა ნუ ზრუნავ, რომელიც ამ შემთხვევაში ამას ნიშნავს. ნუ ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე. ხო დავფიქრდი. ვახ, ნუ ნერვიულობ. რა კარგია, კაცო, ხვალე რაღაც პრობლემა მაქვს. ნუ ნერვიულობ უფალი მეუნება ხვალინდელ დღეზე. და მე აგზელებს. შენ ინერვიულე დღევანდელ დღეზე. დღეს ვარაფერს ანერვიულ არ მაქვს, მარტო ხვალინდელი დღე მაქვს. და უცებ უფალი აგზელებს. დღევანდელ დღეს თავისი საკმარისი ბოროტება ახლავს. ბოროტება ხვალე შეიძლება მოხდეს, თუ არ გამოვიდა ეს საქმე. დღეს აბოროტება მახლავს, არაფერი კარგად ვარ. კარგად როგორ ხარ, ეხლა უკვე ვამატებთ, იმიტომ რომ ამ რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები რომ განმარტოთ. დღევანდელი დღის ბოროტება იცით რა არის? ჩემთვის და თქვენთვისაც. არც მე და არც თქვენ არ ახართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აუ, დღეს ღმერთთან შეხვედრა მქონდა. დღეს იესო ტკბილის ჩემს გულზე შეხება რეალიზდა და მე მივხვდი რას ნიშნავს ტკბილი იესო. დღეს ცრემლად დავიღვარე იმით, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა. მე ვუყვარ ვარ, ჩემთვის მოკვდა, სამყარო განათდა დღეს ჩემთვის. ნათელი ღმერთი როგორც ნათელი ვიხილეთ ჩემს თავში. გესმით? ყველა მიყვარდა, ყველა ადამიანი უკლებლივ მტერი აღარ არსებობს. რა ბედნიერი ვარ, მზათა ვარ ეხლავე გარდავიცვალო. თქვენ ცხოვრებაში იყო დღეს ესა? არა, არ ჩემ ცხოვრებაში. ნახეთ, დღევანდელი დღის ბოროტება, იცით რა არის? დღეს რო გარდავიცვალოთ, პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ღმერთთან ერთობაში არა ვარ. რა თავში ვიხლი, ხვალე რა იქნება, კაცო? დღევანდელ დღეს დიდი ბოროტება მაქვს ცხოვრებაში, ღმერთთან ერთობა არა მაქვს და ხვალე ვიცოცხლებ თუ არა, მე ესეც არ ვიცი, შეიძლება ამ საღამოსთან გარდავიცვალო. აბა კაცო, ხვალინდელ დღეზე გეგმა არ დავსახო, აი აქ არის სიბრძნე სულიერი ცხოვრებისა. უფალი გეუბნება არ ინერვიულო, უფალი გეუბნება რომ შენ ღმერთი ეძებე მთელი შენი არსები და შენი მიწერი ცხოვრება როგორ განვითარდება ღმერთს მიანდა იყავნება შენი, მაგრამ ამავე დროს წმინდა წერილი მეუბნება კიდევ ერთ რამეს, გეგმა დასახე. ანუ უგეგმოდ კი არ იყო. ეს ცხოველები ხო არა ვარ? ხო, ცხოველს არ აქვს ხვალინდელი დღის გეგმა. ხვალინდელი დღის გეგმაც უნდა მქონდეს, ზეგინდელის და მაზეგინდელის, მაგრამ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ უფალო მთელი ჩემი არსებით შენ გეძებ. ეხლა დღეს მაქვს თავარი ბოროტება, შენთან კავშირი ვერ მოვახერხებ. ეს არის ჩემი ტკივილი. და ჩემი დღევანდელი საქმე არის ეს, მთელი არსებით იესო. რასაც დღეს ვაკეთებ ყველგან შენ მინდა მახსოვდეს. ხვალინდელის დღეს, ზეგინდელი დღეს და მაზეგინდელი დღეს შენ როგორც გინდა ეგრე იყოს. მე შრომას არ დავაკლებ და გარჯას. აი ეს არის ქრისტიანის ნორმალური მდგომარეობა და ადამიანი ასე დროს არის მშვიდი. იმიტომ რომ თუ ადამიანი ასე არ იცხოვრებს, თუ ადამიანი ვაი ხვალე რა იქნება და დღევანდელი დღის ბოროტება დაავიწყდება უღმერთობა, ერთხელაც დადგება გარდაცვალების დღე, რომელიღაცა დღე ხო იქნება გარდაცვალების დღე და ნახეთ რა მდგომარეობაში მოგვისწრებს ღმერთი, ვაი ხვალე რა იქნება და დღეს კვდები და დღეს ღმერთთან არ ახარ და უფალი სახარებაშივე გვეუბნება, რომ როგორც გიპოვი თეოდორე, ეგრე განგსჯი. და კიდევ ერთ რამეს გვეუბნება, ყველაზე ძალიან როცა არ მელოდები, მაშინ მოვალ მე შენთან. როგორც ქურდი ისე მოვალ შენთან. შენ ლეხვის ხესავით იქნები, რომელსაც ნაყოფის დრო არ დამდგარა და მეტყვი, რაგინა კაცო, ჩემგან ჯერ ნაყოფი, ჩემი ნაყოფი არ მოსულა, გაზაფხული ნაყოფი არ უნდა მქონდეს, მაგრამ მე შენ აღარ მოგისმენ. შენ ლეხვის ხე არ ახარ სინამდვილეში, გონიერი არსება ხარ და მე გითხარი, რომ სულ მზად უნდა იყო.